ვაიმე შვილო აღარ შემიძლია დავიღალე მაქსიმიჩკის ჭაბის მოსმენ დამაწყდა ნერვები წაეთხრიე გაკვეთილები იმეცადინე დავიღალე უკვე ჩემს გავიღალე მიჭაბია რა არა ერთი რა არის ძალიან მაინტერესებს სადავე მარტინი არა რა გემოსადან აი ძალიან მაინტერესებს უნდა გავცინდო რა მოლში მესადინეო დედა რას აკეთებ აუ აღარ არის რა როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შვილო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რა რაჯერა მაგიდა გამაგებინე აღარაფერი ესე იგი სულ გამოგივიდათ 10 ლარი და 25 თეთრის ქეშ ტიხდით თუ ბარათით უკაცრავდა ნუ ქეშ ტიხდით თუ ბარათით იცით რა ის მეგობრე ხალხი დგას ხო რიგში გელუდებათ ანუ გადაიხდით თუ რა ვქნა ეხლა კი კარგი თქო დროზე ქენით სანდრო წვენი გინდა? კი. ხოდა მოეთრიე მაშინ. მოდი. მოდი. მიყურე. ვახავე ხაო. შეხედე. ერთი. ორი. ხომ მიყურე. გადავწულა. ეს არის 4 ნახევარი. შენ არის 5. არა შენ იყო. დაი! ეს უზადად გეუნები ჩუბეთ ვარ გამიგაბესა. დაი ხა სამაინტერესო ძრო დაი. აუ აშ. მოდი აქ. დედა! კოვიდი არის. აი კოვიდი. კოვიდი არის ხო სულ. გამარჯობა ბატონი ლუკა აბესაძე ხო როგორც მივხვდი? დიახეკიო მე ვარ. ეკიმო რატომაც ესეთი ხოლება კოვიდი მაგ ეხოწებთ არ დამიმაგოთ რა. არა ბატონ ლუკა ნუ გეშინიათ თქვენ კოვიდ პასუხზე იყო ტესტი უარყოფილი უბრალოდ ანუ ეს ხელებას არის კიბოს ბრალი ფილტვების და კიდევ C ჰეპატიტი, შიცი და წველი ფაღარათი. ნუ ხელ. და შეიძლება გარკვეულთან გავიდე? კი, პრობლემა არა. უბრალოდ ვისთანაც მითხარ, მათი სახელები მითხარი, გვარები, როდის ბრუნდები, რეგისტრირებული მისამართები, ფაქტიური მისამართები, პირადი ნომრები, მართვის მოწომა, დაზღვევის ნომრები, ინსტაგრამები, ფეისბუქები, საბანკო ისტორიები, სახლი დაასუფთავე, დავალებები დაწერე. შენ ძმას მოიხმარე დავალებების დაწერაში და რუსთავის მოიხმარე ვეფხისტყაოსანის დაწერაში. მასწავლებლები ამერიკაში. კარგი აბა ჯეიმს, მიდი წამიკითხე რა მოიძიე. კარგით მითერ კლარკ. გულ სატოშლი. როლში მიწერია. როლში გიწერია? კი, მაგრამ შვილო, სკოლან მისთვის დაგირიგა კომპიუტერები და პლანშეტები. რო ჩაიწეროთ, ხო? ან საერთოდ 21 საუკუნეა ვიღაწეს როლში. კი, მაგრამ როლში მაგდენის წერას არ გირჩევნიათ, რომ პირდაპირ ტელეფონში დააკოპირებ და ჩასვავ რა, ეგ არის 2 წუთის საქმეა. ნუ კაი, ეხა მიდი წაიკითხე, მაგრამ შემდეგში იცოდე. და მასწავლებლები საქართველოში. შემდეგ გაკვეთილზე მოგცა ტელეფონის ხელში ის უფლება საერთოდ რატო გეჭია ხელში ტელეფონი ას დროს ნახულობდი უბრალოდ ვაიმე რაში მაინტერესებს საერთოდ მაგას რომ მეუბნები ვინ იკითხა მას თქვენ არ ეკითხეთ წერა რატო გეჭია ტელეფონიო დავარგე ეს ობოპა ახლა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო დავარგე ეს ობოპა ახლა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო
ამერიკელი ბავშვები. მოკლედ, ეხლა მოდი ჩემი დაბადების დღე, ხო და დაბადების დღეს მინდა iPhone 13 Pro Max-ი, Lamborghini და ახალი ვერტმფრენის რაღაცა მოძველებულია ჯანდაბად მინდა. ასევე მინდა ახალი თვითმფრინავი, ოქროსი რა თქმა უნდა, მინდა ახალი სასახლე, ეგეც მთლიანი ოქროსი, მინიმუმ 1,000,000 კილომეტრი კვადრატი რომ იყოს. Ну, ასევე მინდა $1,000,000, $1,000,000 მინდა, და $1,000,000 ვაფშე ყველაფერი გაცასებო. გასაგებია. ძალიან კაი, არ იქნება გასაგები და გიჩვენებთ ამოყოფ ციხეში თავს. ჩემი ბრალი არ არის გინაცვალე. და ქართული ბავშვები. აუ დედა, დაბადების დღისთვის მინდა ახალი მე Wednesday-ის ყურების შემდეგ. ვა, ლუკა, როგორ ხარ, აშვები? მას, მე მგონი ლუკას რაღაც ჭირს. ლუკა, რა დაგებართა ბიჭო, რა იყო? არ ვიცი, ამ ბოლო დროს ხილოები დამეწყო. უეცრად მოდის და ელექტროშოკის თერაპიას გავს, მაგრამ სასიამოვნო წვის შეგრძნების გარეშე. რაიო? ვერ არის ეს რა. მას რატომ მიწერია ტესტში 9-იანი და არა 10-იანი? ვაიმე, ლუკა, 9-იანი მიიღეთ, რა დამეწერა? თქვენ ალბათ ის თვითმარქვია დედოფალი ფუტკარი გონიათ თავი, არა? საინტერესო ფაქტი გითხრათ ფუტკრებზე? როგორც კი ნექტარს მოაძრობენ, კვდებიან. აუ ლუკა, ჩემა დეიდაშვილმა, იცი რა მაგარი სათამაშო მაჩუქა? აუ გინდა გათხოვ, აჰა დაიჭირე. ფერებზე ალერგია მაქვს. ლუკა, რა ცეკო კი, მაგრამ ბიჭო, ეს აჭარულია. მაგზაღლისთვის გააკეთე პედიგრის ყინულებიო. ლაკი, პედიგრის ყინულები გინდა? კიო, წავედით. ეხლა ის რა დაგჩვენია რამდენიმე საათი დაველოდოთ. და როგორც იქნა გავიდა ეს რამდენიმე საათი. ნახოთ. ეს მაგარია. ფუ, ხახო რაღაცნაირად მოყვითალო ფერისა და რა თევზის სუნია თუ რა არის ეს. არ მოსწონს სამწუხაროდ. ბარემ ინსტაგრამზე დამაფოლოვეთ ხალხო. აჰა, სულ დაიწყო ფილმი, დაიწყო. მე რა არის? ამ თორის პაპას მართლა ამხელა ტრაკი აქვს თუ ბალიშვები აქვს ჩატენილი? რას მეკითხე, მე საიდან ავიცოდე, ბალიშვები აქვს ჩატენილი თუ მართლა ამხელა ტრაკი აქვს? ისეთი სისწრაფით მიდიან ეხლა მაგალითად რომ მე მგონი ხიდიდან გადავარდებიან. თან ხიდი აქვს გასავლელი. გადავარდებიან ხიდიდან? და მე საიდან დავიცოდე კი, მაგრამ მეც ეხლა ვუყურებ. აუ ესენი მართლა ამხელა შენობაზე არიან ნაცვლები თუ ფოტოშოპია? არ ვიცი ადამიანო, არ ვიცი. ვაუ, კიდე ნეპარება. აუ ზოგში ხო ჩაარტყავს დანას. მე არ ვიცი, მეც ეხლა ვუყურებ ხო? ვაიმე, არა, ამათმა ისე შეხედეს ერთმანეთს, აი ქორწილი გარანტირებული. აუ მე შეიძლება თუ ამ თოლის პაპას ტუჩები აქვს დაბერილი? არა! აუ ეხა შენი აზრით ეს კაცი რომ შპაკაჩი ჩამჯარიყო. მე ჯიჯლები მოტყდებოდა თუ ნეკნები. მოკვდა! ისე ამ ციხეებში ტუალეტები აქვთ. ციხეებში როგორ არ ექნება ტუალეტები ციხე? გამომივიდა ესე ბლონდი, ხო, ბლონდი იძახე. ბლონდი კი არა საღებავია ეს. გეხოცები მოკეტე რა დამაცადე ფილმის ყურება. ხო ხედა ვუყურებ მეც, ჰე. აუ ეხლა ამ ბავშვმა რო შუა კლასში გააკუოს, რამდენს ვიღადავე. აუ! მასწავლებლები წლის ბოლოს. მას ეს რამდენი ფურცელია, სულ უნდა დავწერო? რა არის, რა გაგიკვირდა, ძალიან მაინტერესებს. 500 ფურცელია, მარტო დასაწერი, მეტი ხო არ არის. უი, ხო და გვერდზე რო გიდევთ 600 ფურცლიანი წიგნი. მაგას წაიკითხავ და აქვე დამიწერთ არგუმენტირებულ ესეს. მას და ამ ყველაფრისთვის 40 წუთი გვაქვს დრო? უი, ხო, პრინციპში მართალი ხარ შენც. 40 წუთი ძალიან ბევრია. ნახევარი საათი გაქვს დრო. აგით ამას 0.000 1 წამში რო გავცე ყველა კითხვას პასუხი, ნახევარ საათში მაინც ვერ დავწერ. უკვე 25 წუთი. მას 25 წუთში რა წიგნი უნდა წავიკითხო? 2 წელი 100 გვერდიანი წიგნი ვერ წამიკითხო? 20 წუთი. ხო და ბავშვებო, აქვე დავამატებ რაღაცას, რომ 2-ზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. ვინც 2-ზე მეტ შეცდომას დაუშვებს, კლასში კი არ ჩარჩება. მე-5 კლასში გადავა ავტომატურად. უი ლუკა, შენ უკვე შეგიძლია ჩახვიდე მეორე სართულზე, დაუმეგობრდე მე-5 კლასელებს. ხო რავი, მაინც მომავალ წელს გატარება ერთად მოგიწევთ. რაიმე, რა სასაცილოა, როგორ გამეცინა? 15 წუთი.
აი ზარის დროც მოვიდა. მოიც რა? აბა დროზე ჩამაბარებ ტესტები. დროზე თუ სუნთქავს სასტრაფოდ შეწყვიტე სუნთქვა. ეხლა გეტყვი რატომ? მაგალითად ანუ როცა ადამიანს სუნთქავს მე ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე. რა და მაგალითად ჩემი ძმა გვერდზე მიდგას და რო სუნთქავს რა. ანუ ნერვები მეშლება რა გავაკეთო და ანუ ბევრ შობას ეშლება ამ ყველაფერს ნერვები რა. და ანუ მშობლებს თქო ძალიან კაი სმენა აქვს. მაგალითად მე რო 2 კილომეტრის მოშორებით რაღაცას გავტეხავ, ჩემ მშობლებს ესმის და მეჭყუბება ხოლმე რა. და ანუ ესე მაგალითად ბავშვმა რო ამოისუნთქოს გაკვეთილზე შეიძლება მშობლებს მოიშალოს ნერვები, შემოარდეს გაკვეთილზე და ჭყუბი დაუწყოს. ამ ყველაფერს ვიღაც გადაიღებს, შემდეგ ადვირთა სოციალურ ქსელში და ეს ყველაფერი მივა დირექტორის ყურამდე. შემდეგ დირექტორი შემოვა კლასში დაიწყებს ჭყუბს რომ რატო ნახდებოდეს ეს ყველაფერი გაკვეთილის პროცესშიო და ამ ყველას ექნება თუდი ავტორიტეტი და შეიძლება სკოლაში აღარავინ აღარ გადმოვა და ყველა გადავა ამ სკოლიდან და ეს ყველა რო დაცარიელდება ამ სკოლას დაანგრევენ, იმიტომ რომ ანუ აღარავინ აღარ იქნება და რა აზრი იქნება და ყველა სკოლაში განმეორდება ეს ყველაფერი და ყველა სკოლას დაანგრევენ და საბოლოოდ სკოლები რო აღარ იქნება, სწავლაც აღარ იქნება და ხალხი იქნება განუვითარებელი, ანუ სწავლის ძალა დონე დაიცემა ნულზე რა. და ევროპაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში სადაც არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ხალხი არის განვითარებული და სამსახურები აქვს და ძირითადად არ ცალიათ ხოლმე ბავშვების მოვლისთვის და აფრიკაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში ცალიათ ხოლმე ანუ ბავშვების მოვლისთვის რა შობადობის მაღალი მაჩვენებელი და ხალხი როცა განვითარებელი იქნება, არ იქნება მედიცინა, არ იქნება პროგრამირება და ანუ ძირითადად იქნება ვაჭრები რა. და შეიძლება მისად ბავშვების მოვლისთვის დრო დაჭერება და ბევრი ბავშვები ეყოლება და შეიძლება მისად დედამიწაზე ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დედამიწაზე რა. და ანუ დედამიწაზე აღარ იქნება მაგდენი რესურსი, რომ ამდენი ადამიანი გამოკობოს და ჩამოვარდება შიმშილი. ბევრი ადამიანი დაიხოცება შიმშილისგან და ანუ უცოდინურები იქნებიან, ანუ შეიძლება ინფექცია შეიჭრას ვიღაცას და ამ ინფექცია მუტაცია განიცადოს და დაიწყოს ზომბი აპოკალიფსი. შემდეგ ყველა გადაჭამს ერთმანეთს და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება რა, უკანასკნელი ადამიანიც კი მოკვდება და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება და ამ დედამიწას რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეიძლება დაიწეს ასტეროიდი და ვაფშე განადგურდეს და ვაფშე აღარაფერი აღარ იქნება. ამიტომაც თუ სუნთქვა სასტრაფოდ შეწყვიტე სუნთქვა, იმიტომ რომ ეს შენი სუნთქვა შეიძლება გახდეს დედამიწის გადაშენების მიზეზი. გმადლობთ ყურადღებისთვის. ესე იგი ვიდეო ვიქნებოდა ვიღაცები აშენებდნენ ამ წრეებს ჩიფსების გამოყენებით. ვიფიქრე მე სხვა რა ვაშენო მეთქი წინასა გაგაფრთხილებთ რომ ძალიან სუსტი ნერვის ყოფა მაქვს. ხო და ვიცი რომ ჩემ ნერვებს აიღებს ამის აშენება, მაგრამ anyways ვცადოთ მაინც ჩვენი ბედი რა თქმა უნდა ჩიფსებთან ერთად. გონი უნდა მეყოს. გავაგრძელოთ ამით აშენება. ჯერჯობებით აქამდე ვართ მოსულები. ახრიდან დავიწყე, იმიტომ რომ არ გამოდიოდა. ცდა ნომერი აღარ მახსოვს. აუ რა დავიღალ. აი აშენება არ გამომიწდა, გემრიად მაინც შევჭამ. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დღეიდან ვიწყებ no sugar challenge-ს, ანუ არანაირი შაქარი არ უნდა მივიღო მთელი 2 კვირის განმავლობაში. Let's begin our journey. ჩაიში ვიყრე ხოლმე 60 შაქარს და დღეს პირველად ვსინჯა უშაქრო ჩაის. ბურაზოის ღრობა. ნახეთ რეები მოიტანა გამაჩენო. რა მაიძა შეტარო. ხალხო იმაზე ბევრ რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ანუ ყველა ნერვს მიშლია და ჩემ თვალწინ ჭამენ მაინც და აი მეგობრებო, როგორ დუდღნია ჩემ თვალწინ კარფურს ბლინებს და რაყინს და რაღაცებს. ამ დროს მე ვაშლი კარფურს შევედი ერთი ვაშლის გამო. მოკლედ მეგობრებო, ამ ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ვამჩნევ რაღაც ცვლილებებს. მოკლედ ანუ იმის ხმა მინდა რომ სანამ ამ ჩელენჯს დავიწყებდი, დიდით რო დავლებდი ჩაის, მაგალითად 5-6 საათამდე წყალს საერთოდ არ ვსვავდი ხოლმე და ეხლა პირიქით, 1 საათში მარტო 2 თერმოსი წყალი დავვლი, ანუ ძალიან ხშირად მიდება. აუ გავანებე თავი დამაცადე. მოკლედ მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ჩელენჯი არის ოფიციალურად გაუქმებული. კაი მესმის ნაყინების, კაფეტების და სნიკერსების გარეშე გავძლებდი ახლა როგორღაც 2 კვირა, მაგრამ ანუ საჭმელების უმეტესობა შაქარი აქვს. პურსაც კი შაქარი აქვს და ანუ გამოდის რომ მთელი დღე არაფერი არ უნდა ვჭამო და ამის გამო არ მთელი დღე უხასიათო და უენერგიო და ეხლა მე საბეცაინო მაქვს, მაგის თავიც კი არ მაქვს მე. ანუ კი ვჭამ ხალხო ჩვეულებრივად კი არ შიმშილობ, მაგრამ შაქარს აქვს მთელი კალორიები და ეგ თუ არ მივიღე რა. ნუ ეს ჭიქის ნაყინი იდეაში ცივი ყავისთვის ვიყიდე, მაგრამ ვეღარ უძლებ და რა ვქნა. 3 2 1 რა ტობილია. ვაიმე როგორ მომიატრა შაქრის გემო. ესე იგი თმები შეიჭერი და 50000 ლაიკი გარანტირებულია. არ ვიცი შევიჭრა. მინენება თან. აუ ხახო ერთი 50000 ლაიკი არა უვიდეს. აი არ ვიცი რას გის და შევდივა. Was at this moment that he knew he fucked up. მოკლედ ხახო შევიჭერი ახლა თმა.
ხო და მოკლედ ახლა წავალ და ვნახავ ყველას რეაქციებს. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვნახულობთ ბიჭოლა შემის და ჩემი ბიძაშვილის რეაქციას. შეიჭერი ბიჭო, იცის ნუ. არა. ძალიან გიხდება შენ. მადლობა. იმიტომ იყო. რას გავხარ? დედილი ხარ. დედა არ მოგწონს. დედა. გზელით მაუხრა მომწონდა. და მე რო ავერტუთ მე გავან. ხო. იხარ შესაქონელო შენ დროზე. დროზე სახში მოეწვი მან არ მომიყოლა თმებით არ გათორიოში. მეც მიყვა ხარ კი. მეზიზღები. უის ლაპარაკები? დედა ჩემია. აუ მართლა ჩემი გამოკითხვა გადაეცი რა. დედა ელენემ გადმოგცა მოკითხვა. აი ელენე. ჩემგანაც გადაეციო. აი ხლა დროზე ადექი. კაი, აბა წავედი ახლა მე ხო? კაი, აბა მიყვარხარ და კარგად. მან არა მომიყვა. აუ, ის შეა ტელეფონი გააქვს. აგიცა ვერ გავიგე? მე რა ტელეფონი მაქვს? მე რა კითხვა რა ტელეფონი რა მქონდეს iPhone-ი obviously like. iPhone-ი მაგარია. აუ, ის შეა ტელეფონი გააქვს, Samsung-ი. ხო რა Samsung-ი მაქვს არ გჯერა? აჰა მოდი გამომართვი. რა გააკეთე? სად არის? რა იდიოტი ხარ, ალერგია მაქვს Samsung-ზე. მე რა გჭირს, ხო კარგად ხარ? მომეც საერთოდ ეს ისე გოგო შენი შვილი რა შრომა? რა ვიცი, ურულობთან მყავს წასაყვანი. მოიცა ურულობთან რაღაცზე. გოგო ღამღამობით ეპარება ხოლმე ფისები და ეტყობა რამე ანთება არ იყოს წასული. დედა, Facebook-ზე ატო დადე რომ შეყვარებულმა მიღალატა. რა მოხდა მე? რას ქვია რა მოხდა? ბარე მისის დადე რომ Spider-Man-ის ტრუსიკი მაცვია. კაი გამახსენე, მოიცა. ხო გოგო, ანტიდეპრესანტებზე ყავს ბავშვი ეხლა. ყოფილმა დაადო და მე გაჩუმდი ხო დედა ხო 50 მილიგრამიაზე ხوار გადავიყვანა მეთქი ხო და ესე რა ხო გოგო ამასაც რაჩვევა აქ ესე ღამე უნდას კი არ ჩარეცხოს ისა ხმაურზე მოსწრებს გაიღვიძებათო და მეშინიავ და ყოველდღე რომ გავდიო დედა გადახარ ხო აი მე მოკლედ გავიდა ორი დღე რაც ბატიპუდის მარცვლები მაგ წყალში ჩადებული და დროა უკვე დავუკოთ კი არა და დავთესოთ შემდეგ დავიწყე სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი ამ პროცესს რა ქვია მიწების გადმოყრა თუ რავი რაც არის რა და დროა უკვე დავთესოთ ჩვენი ბატიპუდის მარცვლებიც. შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტა სასუქი დამემატებინა, მაგრამ როცა გავაანალიზე რომ სასუქის სინამდვილეში ძროხის ფუნა, მაშინვე გავიქანი და ჩავიცვი ხელდასმანები. ბოლოს გადმოვტკეპნე ეს ჩვენი მიწა. როგორც კი დაიწყებს სიმინდი გასდას, მაშინვე გავაკეთებ აპდეიტს. აბა კარგად. დედა, ბიზნეს შეხვედრა მაქვს ონლაინ და სკამი მომიტანი რა. ახლა მე მოგიტან. შეხედე? ჯერ არ შემოსულა და უკვე ოჯახს მიერებს. ანუ, შენ გინდა თქვა რომ ძლიერი ხარ, ხო დედა? ცუდი იცი რა არის ჩემო ლამაზო? შენ მე არ მიცნო. იცი რა? ჩემო საყვარელო? იცი რა გიგედა? ეგ სავარძელი არ უყვარს ჩემს შვილს. ჩემს შვილს უყვარს ეს დივანი. აუ, თაფლიან ჩაის კიდალევ და ახლა ისე კაც. ჩაი? ახლა გავაკეთებ. როგორ მიყვარს ჯანსაღი კონკურენცია? როგორ მიყვარს შახრაც რომ ეთამაშებია? თქვენ მე არ მიცნობთ, ჩემო ლამაზებო. მე განახეთ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ჩაი და უნაკლო თაფლი. და მე მოდეთ ერთი წუთი. ეს ერთი. ეს ორი. ეს სამი. მინდა შევეხო ძალიან სენსიტიურ თემას და შეგახსენოთ, ვინც მე მებლატავებოდა, მე დერსკებოდა. სამუდამო სამფლობელო დღეს მუკიაზე აქვს. ასე რომ? ხო, ერთი ადგილი კიდევ შემონახული მაქვს ზოგიერთებისთვის.
მოკლედ იყიდება ეს სახლი, სხვათა შორის ამ სახლში 7 ოჯახი ამოწყვიტეს. აი ზუსტად აი ამ ოთახში 3 ადამიანმა ჩამოიხშვა თავი. ასევე დაფიქსირებულია სხვადასხვა პარანორმალური მოვლენები, ნუ საგნები თავისით მოძრაობენ. So, ყიდულობ. აი შულა გვიანია უკვე დაწეხი დაიძინე. ნახე მამა, იქით კუთხეში ვიღაც მაღალი კაცი დგას და ხელს გვიქნევს. მოიცა საწამო. რასი არა მე ამ სახში მე 2 ფეხი მოვდგა. And I work like a dog day and night, living off a coffee from a pot none of you want to touch. აუ შვილო 2 წუთი აქ დამბილოდე, პურის აღება დამავიწყდა. ხო 2 წუთი მოვალე ხავე. აუ კაი, ოღონდ მალე მოდი რა. როგორ აკეთებს ნორმალური ადამიანი საჭმელს? და როგორ ვაკეთებ საჭმელს მე? ესე იგი, მოვეგზავნოთ. როგორ იხსნება? აი. აუ, რა ვერ მოიხაშა რა. ბედა, კვერცხი ვიდეოს მაგიდაზე და არ იხაშება ცოცხალი თავი, დავიღალე რა. ცეცხლზე უნდა დავდო, ცეცხლზე. მაგრამ ცეცხლის არ არის. მოიდა ასაც მოვიდა. გას ფურაზე? აუ და ის რა მაგიდაზე? ეს რისი კვერცხია? ქათმის? ხო რა ვიღაცა ძროხის უნიახე, მე ძროხის ხო არ არის თქო. ხო არა, იცი რას ვიზავ? ბალიშის ქვის დავდებ ამ კვერცხებს. ხო და ვნახოთ რა გამოიჩეკება. ხო, ვაიმე რას მიყვრიხა ძალიან მაინტერესებს, არა გასულელი. ძალიან ჭკვიანად ვიქცევი. ეხლა დავდებ ხო? მანამდე სხვა რამე შევჭამ. გამარჯობათ, რას მიირთმევთ? დიახ, ცეზარს ავიღებ ერთხელს. კარგი, დაახლოებით 15 წუთში მზად იქნება. დაინახე? რა უნდა დამენახა? ტიპი თვალს ვერ მაშორებდა, თვალებში მიყურებდა მთელი 3 წამი ხო არ გადაო. აბა შენ გილაპარაკებოდა და კედელს ხوار შეხედავდა. რა იყო ქშურს? რა? შენთან არ მოვიდა და ჩემთან მოვიდა პირველი. ეგ ვაფშე რა შუაშია. რა ვთქვი, ყველა ჩემსავით ლამაზი ვერ დაიბადება. დაინახე, რა უნდა დამინახა? და უსახკაროდ ხო ფული? და რა ამერე? რა შეხვდები, ესე იგი უნდა რომ მიუსულიყავი და ფული ჩამეგდო, რომ მასთან უფრო ახლოს ყოფილიყავი. ანუ ფარემად ეგ და ქორწილი გადამიხადა იმას, შეყვარებულია ჩემზე ტიპი. არ შემიძლეს დესპერეთ ხალხი რა. დაინახე? რა უნდა დამინახა? ტიპი გიჟდება ჩემზე. Slay girl. ძალიან მაგარი აუთფიტი გასვია. მუსიკაზე ვაღურდებ რა. ათვისო კაცი, დათვი რა თქმა უნდა. უბოდიში. როგორ მაძინებდნენ პატარაობაში? უი ბებო 11 საათი დაწყებულა, გვიანია, მოდი დავიძინოთ ხო ეხა? აუ არ მინდა დაძინება რა, არ დავიძინებ. ვაი, აი ძალიან კარგადაც დაიძინებ რა. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ მაინც. აი ეგრე ხო? აი მე გუდიანი რომ მოვადე, რომ შევჭამს, მე არ დამაправო. ძლივს არ დავაძინე ეს დეგენერატი ეს. ლუკა! რა გინდა? დედა! მე რას მეძახი ვერ გავიგე? დედა! დედა! აუ რა! ასე მეძახი დედა რა გინდა?
რავი შულო ისე შემოგძახე უბრალოდ არ შეიძლება? ეს ბავშვი თუ გამოშტირდა მე მგონი რეებს თორიზე იმე მას კიდე ტელეფონი უჭირავს თუ აი როგორ ამშურს ნაირას მშობლებისა რა ბარხსა 24 საათი ხელში წიგნი უჭირავს ტელეფონს განაიღებს რომ ხარობენ მაგის მშობლები შენ კიდე ვერ დაგაგდებიდე ეგ ტელეფონი და ხალხი რომ მარკა და მარკა უკვე ხელში მოვიდა და აჰა სო ეს იგეს მოვჭი დედა ამ კვირაში უკვე მეხუთე წიგნი დავამთავრე და რა გიყო ეხლა მე დაში დაგიკრა დებილი ეს შენ მაგნიტ ლინკს გირჩენია მოეთრე და მაგიდის გადადგმაში დამეხმარო ხო სანდრო ნახე უნდა დავშორდე თუ მომწერა მე რა გიხარია და დავშორდე და მიყვარხარ არის ორივე 9 მარცვლიანი მინდა მიიღო შენი აზრით სანდრო ნახე არაფერი მე რა და ის სხვა არაფერი დამთვლიდა ესე იგი ნიშანი უნდა მივწერო ნახე სამი კვერცხი და რა და მაგა ხო სამ ადამიანთან მიღადა და ესე იგი კიდევ უყვარ ვარ ნახე ვიტილატორი მიბერავს მე რა და იგეთ სხვა მოდულს ძალიან უბერავდა აუ უნდა მივწერო ჩემ ტელეფონს სადო ნახე კაცი რძით მე და მამამისი თხორ ზეზია წავს როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შულო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რაჯენა მაგიდა გამაგებინე აღარაფერი აჰა ესე იგი ბებია ჩემი ღვინის საწურავ აპარატში საწნახელში ჩავაყოლე პაპა ჩემი პადვაში მყავს დამწყდეული ჩემი ძმა ძირს დავაბი და მე ზემოდან ძროხებით გადაუარე ძვლები დაუმტვრიე ესე იგი ჩემი მშობლები მეშოკაში ჩავსვი და მე ნაგვის მანქანას გავატანე ნუ დაწვავდნენ უკვე ესე იგი ვიცოდა ჩემი საერთხი მანქანაში შევაგდე და დავახჩვე ბიძა ჩემი ხორცის საჭირო მანქანაში ჩავაყოლე და მე ზევიდან ტრაქტორით გადაუარე და ჩემ ბიძაშვილებს თვალები და ყურები დავთხარე აჰა სო ეხლა ვეღარავის ვეღარ დაურეკავს და დაიბარებს ჩემი მასწავლებელი ძალიან კაი ვაიმე ჩემი ძაღლი დამავიწყდა გადახო გინდა აუ ხო მიდი მანახე რა ლუკა ალო და ბანზინტედი და რა მისაკ ბანზინტედი შენ გაქვს აი ალო მოვიდა მაგის გამოიყოს აუ რა კაი შევაგე დაცვია მოიცა სიალოთ მოიცა ტუტორიალს უყურებ YouTube-ში ერთი რა მოიცა აბა ვიცი სიალიო აუ სო დავმოღამე ცხინაბოს გაიშ სად ვიდი ხარ ლუკა ეს რა ხო უი აი რასაკე რას სალამი რაშვები როგორ ხარ? კაროჩე დღეს ვაპირებთ ბიჭები გასვლას რა ხო და ხო გამოხვალ შენც? Hi Queen, რაშვები, კაროჩე ბიჭები ვაპირებთ დღეს გასვლას რა და ხო გამოხვალ? მოიცა ხელხაჩოზე. კაროჩე TikTok-ში რა დღეს ბიჭები ვაპირებთ გასვლას ხო და ხო გამოხვალ? თან რაღაც გოგოების თემას გაიჩითება რა ხოაზე ხარ? აუ მე მგონი დამეკრაშე. My don't know that it's getting hot at the body shop. Просто, აუ რამაზი ვარ. აუ ხო რა გადაუპროს, აი რამაზი ვარ, აი როგორი გამოყვანილი და რამაზი სახის ნაკუთები მაქვს, როგორი ფაფუკი კანი მაქვს, просто, ანუ თელ სოფლიოში, ჩემზე ლამაზი, ვინმე არსებობს საერთოდ? ანუ მე თელ სოფლიოში ვარ ყველაზე ლამაზი. ვაი თუ პარტნიორს აღიყვამი, просто, ანუ აკადი დავდიოდი ეს და ავიცოდი, რომ ეს ლამაზი ვიყავი, ანუ შანსი არა, просто, ვაიმე, რა ლამაზი ვარ.
ესე იგი ფესვი 16 შეფარდებული, 4 ფესვი 5 მიმატებული, 3 ფესვი 6. გამო ეს აბლაბუდები და ჭირი შეგიდე რა. აუ კიდე ღია დამიტოვა ეს კარები რა. წაიღეს უკვე. არა, ეხლა ნახე ამას რა უყო. ოი რასაკეთებ? ძლივს არ დავისვენე კი, მაგრამ აქამდე სად ვიყავი? ხო ხედავ ადამიანო, მოვდივარ, აი, რომ ხედავ, ამდე დაიწყო, ჰა? აიშე, რიში დებილო წამოხა, დამოშტერებლო, მაგიჯო ბილო. ამის მე კიდევ დანერობ ბაის და დაიშვები, გასაგებია. მე საშიში ფილმის ყურების შემდეგ. დაიწყო ამ ბავშვის წევრა. აჰა. არა, დიახ, გეხოთები რამე უკენთ ამ ბავშვს. ამ ფსიქიატრიულში გადაიყვანე. იცით რა არის? მომისმენთ რა ყველა ყურადღებით. მე უკვე ვარ დიდი და ვარ დამოუკიდებელი, ხო გესმით? დამოუკიდებელი. და შემიძლია რომ ჩემ თავს მე თვითონ მივხედო. მე გავაკეთო ყველაფერი. რა ქვია, მე მოვაგორო ჩემი პრობლემები და ბავშვი არავის დახმარება არ მჭირდება, ხო გაიგეთ? და საერთოდ ახლა საშუალო გადავიდე საცხოვრებლად, მარტო. ვაიმე, დედა. ვაიმე, გეხოთები მოდი რა ხელა ჭიაჭულა გადის რა. აუ დედა, ვერცხლი როგორი ხარ შეგოდა? ვაიმე დედა, თითი გამიჩერი მიშველე. აუ დედა, მშია. დედა. ლუკა. აუ ტყევალი წამოიღე რა, გეხოთები მაცი ვარ შიდევს. კაი. შემჭამა რა. დამეხარა თვალები არ დეოს დედა და რა გავაკეთე? ვაიმე მეტი მცარმი და მოვიდე და მან დიდოს. იცი რას გიზავ? ჩაგწვდები მაგ ყანყრატოში, ამო გადღლიზავ და გამუჯებ სამუდამოდ. აი ვნახოთ. აბა ეს რა არის ძალიან მაინტერესებს. რა?